კვირა, როცა შენი ხმა გულს ერწყმის და სცენაზე გადის. ბრძოლაში გადადის შენს კომუნიკაციის სახლში და მედიასფეროს ბრწყინვალებას მატებს. ვენერა ისევ შენს ნიშანშია, მომხიბვლელობა პიკზეა. სატურნი რეტროგრადში აგრძელებს საფუძვლების შემოწმებას, ხოლო ურანი ტყუპში ნელ-ნელა აღვივებს ექსპერიმენტულ იდეებს. სიყვარული. ვენერა და მზე ქმნიან ხათრიან, მაგრამ გულწრფელ ატმოსფეროს. ურთიერთობაში დიალოგები ცოცხლდება, მოერიდე ირონიით გულს ადგენს სიტყვებს და კავშირის სიღრმე გაიზრდება. თავისუფალი, მოსაწონი ადამიანი შეიძლება მეგობართა წრიდან გამოიკვეთოს. მიეცი შანსი მსუბუქ ფლირტს, მაგრამ ნელა გადაავლე თვალს საერთო ღირებულებებს. გამოავლინე ემოცია პირდაპირ, მაგრამ ლაღაც სწორედ ეს კომბინაცია ხიბლავს. კარიერა. ლომის მზე ხაზს უსვამს შენი იდეების პრეზენტაციას, პრეზენტაციები, კონფერენციები, პოსტები აღნიშნე. სატურნის რეტრო გაფრთხილებს, სანამ რისკზე გადახვალ, გადაამოწმე დეტალები. კვირის ბოლოს შეიძლება გაჩნდეს წინადადება, რომელიც მოითხოვს სწრაფ პასუხს, წამოიღე, თუ შენს გრძელვადიან მიზანს ემთხვევა. ხმა მაღალი იდეა და პრაქტიკული სქემა, წარმატების საწინდარია. ფინანსები. მცირე ხარჯები გასართობზე და სტილზე იზრდება. გააკეთე სათამაშო ბიუჯეტი, დანარჩენი შეინახე. საფულესთვის ყველაზე მომგებიანი დღეები შუაკვირაშია, როცა მოულოდნელი ბონუსი ან დავიწყებული გადახდა შეიძლება პატიოსნად დაგიბრუნდეს. არ შეწყვიტო სიამოვნების მიღება, უბრალოდ მიჰყევი. ჯანმრთელობა. ინფორმაციული ფონი ხმაურიანია. ლომის ცეცხლი პოტენციურად გულს ისხლძარღვზე და ძილზე აისახება. გამიყავით ღიურად 20-30 წუთი მოძრაობაზე. გაზრდის ტონუსს. დაიმატე წყალი და მაგნიუმით მდიდარი საკვები, ნერვული სისტემა მადლობას გეტყვის. ენერგიის დოზა მოძრაობიდან, სიმშვიდე ღრმა ძილიდან. იღბალი. კვირა გთხოვს ორი ნაბიჯის გადადგმას. გაბედე პირველმა თქვა, რაც გულიდან მოდის და იმოქმედე ერთ კონკრეტულ იდეაზე. განუსაზღვრელი ზღვარი ბუნდოვნებას შობს, მკაფიო არჩევანი, იღბალს. კონცენტრირებული მიზანი, მკაფიო კოსმოსური მხარდაჭერის საწინდარია. დაწერე კომენტარებში, ჩემი სიტყვა გულიდან მოდის და მომავალს აშენებს, და კოსმოსი შენს ხმას აუცილებლად გაიგონებს.